ვერცხლში. ანუ იუპიტერი კარიერას იძლევა, მაგალითად, გაფართოების შესაძლებლობას, რეალიზების შესაძლებლობას იძლევა და ვერცხლი ჩვენთან ეს არის ლიდერული ენერგია, მარტოხელა მებრძოლის ენერგია. ანუ ვერცხლი სადაც ხდება, მეგობრებო, ეს არის აი მარტო, არავინ არ ჭირდება, მარტო მივდივარ და უძღვების ხვებს. მარტო მივდივარ და თუ გინდათ გამოვყევით. იუპიტერი, როდესაც ვერცხლში ხდება, ადამიანი არის ძალიან პირდაპირი საზოგადოებაში. ეს არის ფილოსოფიური ხედვები. შეიძლება აქ ადამიანი იყოს ძალიან დამოუკიდებელი. ახლა სხვადასხვა ხედვებში არავის მაინც არ უგდებს კურსს. ეს ხანდახან ძალიან კარგიც არის, რომ იყო თავის ფილოსოფია აქვს ადამიანს, თავისი ხედვები აქვს ცხოვრებაზე, სამართლიანობაზე, როდესაც რაღაც დიდი ღირებულებებისთვის შეუძლია იბრძოლოს ადამიანმა, ხო? და ეს დიდი ღირებულება შეიძლება იყოს სამსახურში, მაგალითად არის გამწევი ადამიანი, არავის არ უყურებს, არავის არ უსმენს. ძალიან აქტიური, თავიდანვე რო იცის რა უნდა და ძალიან ენერგიულად მიუყვება ამ ცხოვრებას მარტოკა. როგორც წესი იუპიტერი ვერძები ჩემი გამოცდილებით ცხოვრებაში, აი კარიერაში უფრო მარტო მიდიან. თავის ცხოვრებას რო აწვევიან, მაინც არავინ არ ეხმარებათ ხოლმე, რაც არ უნდა ახლა იქ სხვა რაღაცებიც იყოს, ასპექტები, პლანეტები, კარმული კვანძები, მაინც თავისი, აი რაღაცნაირად თითქოს ჩაწერილი არისო ეს კოდი, რომ მე ჩემით უნდა წავიდე. არავის არ უყურებ, არავის არ ველოდები, ეს ვერძული ენერგია არის, ხო? მებრძოლის სული, ესე ვიცახით. აქ შეიძლება დაჩაგრულებისთვის იბრძოდეს ადამიანი, იბრძოდეს სიმართლისთვის, იმიტომ რომ აი სასწორის და ვერძის ღერძი ჩვენთან სამართლიანობასთან არის და სუსტების დაცვასთან სხვათა შორის უფრო ვერძი არის კავშირში. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი არის. ეინშტეინი იყო სხვათა შორის იუპიტერი ვერძი, ჩერჩილი იყო იუპიტერი ვერძი, სამხედრო სფეროც შეიძლება აინტერესებდეთ, ომის ხელოვნება, იმიტომ რომ ვერძი ეს არის ჩვენთან საბრძოლო თემა, ეს არის მაგიტომ გითხარით, სპორტში შეიძლება წავიდეს ადამიანი, კარიერაზე ახდენს, ხო, გავლენას. შეიძლება იყოს რაღაცნაირად მარტოხელა ლიდერი. შეიძლება ჩვეულებრივად მუშაობს, თავის სფეროშია, მაგრამ მარტომ გაიტანა თავისი ცხოვრება, ხო? აი აქ ლაიტმოტივი, მისი ხედვები, ფილოსოფიური ცხოვრებისეული ხედვები არის, რომ მე ჩემი ცხოვრება მარტომ უნდა გავიტანო. ბევრი სხვადასხვა ვარიაციები არის, მაგრამ ცენტრი მაინც არის ვერძული, რომ მე როცა მოძრაობ, მე როდესაც დამოუკიდებელი ვარ, მე როდესაც ჩემს თავზე, თავის არის ვერძი, ჩემს თავზე, ჩემ აზრებზე ვარ დამოკიდებული მთლიანად, ხო? მაშინ მიმართლებს. აი აქ უკვე შემოდის გამართლება იუპიტერიანული წარმატების პლანეტას, ამიტომ ეძახიან.